1995 წლის ნოემბერში თბილისში ჩამოყალიბდა ლექსიკოგრაფიული ცენტრი, რომელიც ფუნქციონირებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ლექსიკოგრაფიული ცენტრის პირველი გამოცემა ინგლისურ-ქართული ლექსიკონის 2 ტომი, რომელიც ძირითადად ეფუძნება გალპერინის ინგლისურ-რუსული ლექსიკონის სიტყვანს, მაგრამ შევსებული და გადამუშავებულია ოქსფორდის, ვებსტერის, კობილდის, ლონგმუნის და სხვა ლექსიკონების საფუძველზე. ლექსიკოგრაფიული ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს უცხოურ ქართული ლექსიკოგრაფიის განვითარება საქართველოში. უცხოურ ქართული ორენოვანი ლექსიკონების შედგენა, გამოცემა. აი ეს არის ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიზანი და ასევე წერია ჩვენი ორგანიზაციის წესდებაში. აკადემიკოსმა რისმა გორდეზიანმა უნივერსიტეტის პრორექტორმა თქვა პრეზენტაციაზე. თუ ჩვენ უახლოეს 10 წელიწადში არ გამოვეცით დიდი ლექსიკონები ყველა ევროპულ ენასთან და ევროპულ და აღმოსავლურ ენასთან მიმართებაში, ქართული საზოგადოების განათლებულობის დონე საგრძნობლად დაიცავს. მე მთლიანად ვეთანხმები ბატონ რისმაკს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ლექსიკონს, ინგლისურ-ქართულ ლექსიკონს, რომლის გამოცემაც ჩვენ უკვე დავიწყეთ, იგი არის ძალიან დიდი კოლექტივის ხანგრძლივი შრომის შედეგად შექმნილი ნაწარმოები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრა თითქმის 25 წელია მუშაობს ამ ლექსიკონზე. ჩვენ სარედაქციო კოლეგიის წევრები და დამფუძნებლები ლექსიკოგრაფიული ცენტრისა ამ კათედრის თანამშრომლები ვართ. ლექსიკონის მთავარი რედაქტორი არის ბატონი არიანე ჭანტურია, რომელსაც ძალიან კარგად იცნობს საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებრიობა. პირველი 2 რვეული, რომელიც უკვე გავრცელდა მოსახლეობაში, როგორც ჩანს, ცუდად არ მუშაობს.